ახლა მე შემოგთავაზებთ პროკურატურის ბრიფინგს, ცხადია სრულად არა, გარკვეულ მონაკვეთს და შემდგომ უკვე ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ეს იყო დღევანდელი ბრიფინგი, საიდანაც გავიგეთ ეს ინფორმაცია, რომ დააკავის ის სამართალდამცველები, სპეცრაზმელები, რომლებიც ცხადია ხელისუფლების დავარებით რუსთავის გამზერზე მიმდინარე მიტინგზე, ასე ვთქვათ, მოქმედებდა კანონის ფარგლებში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, ხელისუფლება დაერია იმ ძალოვნებს, რომელთაც თვითონ უბრძანა მოქცეულიყო ისე, რისთვისაც ახლა მათ ასამართლებენ. ხო, ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ 2024 წლის არჩევნებზე, მაშინ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ 2024 წლის არჩევნებზე იყო, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად არჩევნებმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, აი უშუალოდ არჩევნებს რაც ეხება, საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. პოლიტიკური პარტიები არავითარ რაღაც ხმამაღალ განცხადებებს არ იძახდნენ მაგ არჩევნებთან მიმართებაში. რეალურად მარტო ჩვენ ვიყავით პოლიტიკური ძალა, რომელიც მაგ არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად აცხადებდა იმ კუთხით, რომ რაღაცა საფრთხის შემცველი სცენარი შეიძლებოდა განვითარებულიყო. მეტი არავინ მაგ მიმართულებით არ ლაპარაკობდა. არჩევნებმა უკვე რომ ჩაიარა და შემდეგ არ მოეწონათ შედეგები, შემდეგ გამოვიდა საპროტესტო აქციები მოყვა, ხო? საპროტესტო, აი უნდა გავიხსენოთ რა ხდებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ხდებოდა ეხლა ამ კონტექსტში, როცა ეხლა თვითონ ვესჯის თავისივე ხალხს ქართული ოცნა. საპროტესტო აქციები, როცა ჩაწყნარებისკენ მიდიოდა, უკვე ძალას რო კარგავდა, თავრობის წარმომადგენლები გამოვიდნენ, კობახიძე გამოვიდა სხვათა შორის და თქვა, რომ ჩვენ საერთოდ უნდა გადავხედოთ ამ დასავლურ პოლიტიკას. რამაც გამოიწვია მეორე ტალღა. მეორე ტალღა აქციების, ანუ სინამდვილეში აქციების პროვოცირება ხელისუფლების მხრიდანაც ხდებოდა. და ეგ სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილმაც დასტურა შემდეგ, რომ ეს გამოფიტვის პოლიტიკაა, რომ ისინი დაიღლებიან. ეგ ჩვეულებრივად ეგეთი გეგმა აქვთ ხოლმე ქართულ ოცნებას, ისინი დაიღლებიან და წინასწარ გამოწვეული ეს პროტესტი უკვე ისეთ ფაზამდე რომ მივა, როცა რეალურად კულმინაციას უნდა მიაღწიოს, უკვე გამოფიტული იქნება და ძალა აღარ ექნება, ხო? ამიტომ ხელისუფლება ასეთი განცხადებებით და ასევე პოლიციელების ქმედებებით, აი სპეცრაზმელების ქმედებებით, მე მახსოვს ახლა ყველა პირდაპირ უნდა ითქვას, პოლიციელები და სპეცრაზმელები ისეთი ქმედებებით იყვნენ იმ აქციის დაშლის პროცესში, რომ ეგ აქციას კიდე უფრო აღვივებდა, ანუ უფრო მეტი ადამიანი შეიწოვდა პროტესტი. ძალიან ბევრი ადამიანი პირიქით მაგის გამო გამოვიდა. ხო, აი მაგ რაღაცა დარბევების გამო. ხო, ანუ ხელისუფლება პროვოცირებას უწევდა იმისთვის, რომ შემდგომში ძალა აღარ ქონოდა ამ პროტესტს. და ამ პროვოცირების პირობებში, რა თქმა უნდა, პროვოცირება მოახდინეს ისე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცემეს, ხო, ოპოზიციის ისინი ცემეს და ასევე მომიტინგეებიც ცემეს. ჟურნალისტებიც ცემეს. ხო, ეს იყო ორგანიზებული, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ, ხო, ფაქტია. ხო და გადაიარა მაგ პერიოდმა და ახლა ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ქართული ოცნება ამ პერიოდს გადააგორებს, აი ჩვენი ანალიზი რა იყო, ეგეც გავხსენეთ, ხო? ამ პერიოდს გადააგორებს, როცა ძალაუფლების საკითხი არის, აი ძალაუფლების საკითხი წყდება, ხო, არჩევნებია და ერთი მხარე არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს. აი მაგ პერიოდს და მაგ პროტესტს გადააგორებს და როცა გაიმყარებს ძალაუფლებას, ასე ვთქვათ, ერთ პარტიულ ძალაუფლებას, როცა გაიმყარებს, იგივე პოლიტიკას დაუბრუნდება.
ხო? არაფერი შეცვლას არ აპირებს ქართული ოცნება, ჩვეულებრივ იგივე პოლიტიკას დაუბრუნდება. შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ აი ეს პროტესტი ოპოზიციის გადაიზარდა თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტში გადაიზარდა, რომელიც პირდაპირ ქართულ ოცნებასთან რაღაც გარიგებულ სცენარით მუშაობდა, ოპოზიციას ერთობა დაიშალენ, ერთმანეთს დაუწყეს ლანძღვა, ნაწილი მონაწილეობას იღებდა, რომელიც ნაწილიც მონაწილეობას იღებდა, ის იმ ნაწილს ლანძღავდა, ვინც ბოიკოტს აცხადებდა, ვინც ბოიკოტს აცხადებდა, ის იმ ნაწილს ლანძღავდა, ვინც მონაწილეობას იღებდა. ბოიკოტს ვინც აცხადებდა, იმათმა დაანონსეს რევოლუცია კომიკური სცენარით, სრულიად ქართული ოცნების მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით განვითარდა, ხო, ჩვენ ვნახეთ რაღაც სრული ფარსი იყო ის რევოლუცია, რაც ბურჭულაძემ და ხაბეიშვილიც გაარიდეს, სხვათა შორის ვითომ რევოლუციონერობდა ხაბეიშვილი გაარიდეს წინასწარ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ. შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა ქართულ ოცნებაში იმ პირების მოცილება თანამდებობებიდან, რომლებიც დასავლეთისთვის მიუღებელი გახდა, ხო, აი ამ პროცესებში. ანუ როცა გადაგორების რეჟიმი იყო ქართული ოცნების, მაგ გადაგორების რეჟიმში, რა თქმა უნდა, ისეთი ქმედებები გამოიყენეს, რაც ამერიკას არ მოეწონა, ხო? ის ფიგურები, რომლებიც ამერიკას არ მოეწონა და დაასანქცია პირდაპირ. ის ფიგურები მოაცილეს თანამდებობებს და სუფთა ფურცლიდან არის ეხლა მცდელობა ისევ ამერიკასთან დალაგების. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ამას სინამდვილეში სამწუხაროდ ქართული აი ეს მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი აი ესეთ ფართო სურათს ბევრი ვერ აღიქვავს, კი ვიღაცები აღიქვამენ, მაგრამ მე ვიძახი აი ფართო ასა ვერ აღიქვავს და რაღაც სხვადასხვა მონაკვეთებზე აკეთებს რეაგირებას. სინამდვილეში ხო არის ასეთი სურათი. უშუალოდ არჩევნები არის მნიშვნელოვანი საკითხი. უშუალოდ არჩევნების დროს მოსახლეობის განწყობა საით გადაიხრება. მაგისთვის არის გამოყენებული მთელი რესურსი, მაგრამ არჩევნები როცა გადაგორდება, მერე ქართული ოცნება უბრუნდება ჩვეულებრივ იგივე სქემას, არაფერი არ იცვლება, ნაცებსაც ინახავს თვითონ ქართულ ოცნებასთან. ეს არის ჩვეულებრივი ნაცქოცური სისტემა, რომელიც ყოველი არჩევნების დროს საკითხს აყენებს ასე, რომ აი ეხლა ნაცები თუ ოცნება ხალხო და რაღაცა წივილი ერთი ამბავი და მოსახლეობა ტყვეთ არის აყვანილი აი ამ სცენარის საფუძველზე, ხო? ეხლა რა უნდა გავარკვიოთ? ეხლა ვიღაცებს ქონდა ასეთი წარმოდგენები, ხო? აი ვიღაცები რაღაც სცენარებს თვითონვე აჯერებდნენ თავს, აი ხალხს ეგ ჩვევია, თვითონ რაც უნდა რომ დაიჯეროს, ხო? იმას გამოიგონებს და მე თავის თავს აჯერებს. ვიღაცები იძახდნენ, რომ ეს რაღაცა გამოსწორდა ოცნება, რაღაცა მე მგონი სერიოზული ძვრებია. ყველაფერი ეგ აღმოჩნდა ტყუილი. ეგ ყველაფერი ჩვენ გვიტევდნენ სხვათა შორის, როცა ჩვენ ვიძახდით, რომ ხალხო ნაცები და ოცნება ერთი და იგივე სქემით მოქმედებენ და ერთმანეთთან შეთამაშებული სქემაა და ნუღად ყუდებით ამ სცენარებით, ხო? მაგის საფუძველზე ჩვენზე ამბობდნენ, რომ აი თქვენ რეებს იგონებთ, ეხლა საფრთხეა და თქვენ არ აღიარებთ ამ საფრთხეს და ფაქტია, რომ დღეს რაც დრო გადის ირკვევა, რომ აი მთელი ქართული ოცნების აი ამ ქმედებებს რომ გადავხედოთ, ასეთი სურათი ხდება. ოცნებამ გადააგორა რაღაც ეტაპი, როცა სხვა ადმინისტრაცია იყო, რომელიც უფრო შემტევი ადმინისტრაცია იყო ამერიკაში, უფრო მეტად ზეწოლას ახდენდა საქართველოზე და არჩევნები პერიოდი იმათი და საქართველოსი ემთხვეოდა ერთმანეთს, ხო, ახლოს იყო. ეგ პერიოდი გადააგორა და ეხლა ქართული ოცნება ყველა რესურსს და ყველა მექანიზმს იყენებს იმისთვის, რომ ამერიკასთან
მოხდეს რამენაირად დალაგება და მოლაპარაკება. მაგისთვის არ გამოურიცხავ რომ გამოიყენოს ყველაფერი ხა რახან თავისივე როგორც ხსნიდით ახლა მაგას ვიღაცა რო იჯერებს რომ ის ადამიანები რომ მაღალჩინოსნები რომ მოხსნეს სუსის და საერთოდ პირველი პირი რომ მოხსნეს ქვეყნის ეგ ვიღაცას რო გონია რომ კორუფციას ებრძვიან და მაგიტომ მოხსნეს ის იდიოტია ხო პოდი პირდაპირ თქვა ვისაც ეგრე გონია სინამდვილეში მოხსნეს იმიტომ რომ აი ამ ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკას ეგრე სჭირდება ეს ხალხი თქვენ უნდა გესმოდეთ ეს თანამდებობაზე მყოფი ხალხი ეს სახარჯი მასალაა ეს არ გეგონოთ რაღაცა მნიშვნელოვანი ფიგურები რომელიც ვის გაუგია კაცო ეგ მაგის შეცვლა ეგ არის ისეთი ფიგურები რომლებსაც ბოდიშილაკრი ნაცებს და კოცებს შორის ხო არის ბევრი მსგავსებაც არის ასევე განსხვავებებიც ხო აი ნაცები მაგალითად თავიანთ თანამშრომლებს და განსაკუთრებით ვისაც ბინძურ საქმებს აკეთებინებდნენ ეგრე სახარჯ მასალად ნაკლებად უყურებდნენ ნაცების მდგომარეობა ნაცების პოლიტიკური თვითონ ეს სტრუქტურა ხო რაზეც დგას სხვანაირი ტიპის არის და ქართული ოცნების სხვანაირი ტიპის არის ქართული ოცნების თანამდებობის ზე დასმის პროცესი არის თავიდან ბოლომდე საერთოდ არავის არ აქვს ვინც თანამდებობაზე დგება რამე პოლიტიკური წონა ქართული ოცნება ასეთი ტიპის ის არ არის ხო ანუ ქართული ცხოვრებრივად არის თანამშრომელი აი თანამშრომელია რაღაც ორგანიზაცია რაღაც სამსახურში რო აიყვანენ სამუშაოდ მასეთი პრინციპია ქართულ ოცნებაში და აიყვანენ და ის არის სახარჯი მასალა ის რაღაცა საფუძველს რაღაცა ამოცანას რო გადაჭრის ის მერე შეიძლება შეიცვალოს და სხვა დაინიშნოს იმის მაგირად ამიტომ საქართველოში ფაქტია რომ აი ეგ მოცემულობა არავითარი კორუფციასთან ბრძოლა არ ხდება არავითარი ლიბერალური პოლიტიკის გადახედვა არ ხდება არავითარი ლიბერალური პოლიტიკის გადახედვა ეგეც ტყუილია საქართველოში უბრალოდ ხდება ერთპიროვნული ერთპარტიული მმართველობის გაფორმება ეგ ხდება დანარჩენი სხვა რამე სხვა აი კარგი რამე რო დავინახოთ ამაში არაფერი კარგი არ ხდება ხო ეხლა ერთპიროვნული და ერთპარტიული რო ხდება ეგ ცუდია მაგაში არაფერი კარგი არ ხო ამიტომ ვიღაცები რო რაღაც სცენარებს იჯერებდნენ კიდევ იმეორებ ეგ აი ეხლა ირკვევა ყველაფერთან ერთად ეხლა ირკვევა რომ ეგ წარმოდგენები აღმოჩნდა ტყუილი მე საერთოდ არ გამოურიცხავ რომ ეს პროცესი ხა იქამდე მივიდეს რომ საერთოდ ამათ ვადამდელის დაანიშნინონ მანდამდე შეიძლება მივიდეს საერთოდ ეს პროცესი რასაც ჩვენ უყურებთ ქართული ოცნება იმდენად მოდომებულია რომ დასავლეთ აქ დასავლეთი არის მაინც შეიძლება თქვა წლების წინ უფრო ერთიანად მოიაზრებოდა მაგრამ დღეს განსაკუთრებით არის უფრო დიფერენცირებული დასავლეთში არის ევროპა და არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში ესეთი თავარი სამიზნე ეს ყველაფერი თუ ამისთვის კეთდება, ვინ არის ადრესატი ქართული ოცნების მხრიდან აი ამ სიგნალებს? სინამდვილეში ამერიკა ადრესატი, იმიტომ რომ თავარი მოთამაშე მაინც ისეთი მოთამაშე, რომელიც აი საგარეო საქმეებში ძალიან დაინტერესებულია და ძალიან ერევა, ხო, ეგეთი მოთამაშე არის ამერიკა. მით უმეტეს საქართველოს მაგალითად ეკონომიკა, ხო, აი მაგალითად ლარი, ჩვენი ვალუტა ლარი არის თავიდან ბოლომდე დოლარით გამყარებული, რამე ის დამოუკიდებელი ვალუტა კი არა გვაქვს, დოლარზეა მიბმული თავიდან ბოლომდე, ხო? ამიტომ ამერიკას გავლენები მათ შორის ჩვენი მართველი რგოლი ვინც არის, ხა ჩვენი საქართველოს ხო ბიზნესმენები მართავენ, ხო? ეხლა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიღმაც ეხლა ვისაც რაღაც სიტყვა ეთქმის, ყველა არის მსხვილი ბიზნესმენი, ხო? ამიტომ ბიზნესმენები არის როგორი კატეგორია? ბიზნესმენები არის ამერიკისგან ყველაზე მოწყვლადი. ბიზნესმენებს მაგალითად სანქციების ყველაზე მეტად ეშინიათ, ხო? არაფერი გამოსწორების და არაფერი რაღაცა პოლიტიკის სხვა მიმართულების წაყვანის არაფერი ნასახი ამათ არ ეთყობათ. აქ რაც ხდება, ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ისევ კოჰაბიტაციაზე გადავლენ. შემდეგი სერია იქნება. არაფერი ახალი არ მოხდება. შემდეგი სერია იქნება კოჰაბიტაციის, როგორც იყო